მოგესალმებით ეთერშია სტასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. ბიძინა ივანიშვილმა ბიზნეს ცენტრში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და აზერბაიჯანის დელეგაციას უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს. პრესამსახურის ცნობით ივანიშვილმა ალიევს მადლობა გადაუხადა საქართველოში ნაყოფიერი ვიზიტისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრული ურთიერთობა უმაღლეს ნიშნულზეა, რაც სასიკეთო და სარგებლის მომტანია ორივე ქვეყნისთვის. ივანიშვილმა ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის ღრმა და ყოვლის მომცველი ეკონომიკური ურთიერთობის მნიშვნელობას, სატრანზიტო დერეფნის მაქსიმალურად ათვისების პოტენციალს და აღნიშნა, რომ მჭიდრო პარტნიორობა საერთო ჯამში ერთიანად მოიმსახურება როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანის ეროვნულ ინტერესებს. პრეს-რელიზის თანახმად ალიევმა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა გულთბილი მასპინძლობისთვის. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლობა საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით გატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ტექნიკური განყოფილების უფროსი სპეციალისტი დააკავეს. ამის შესახებ საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილე გუგა თავბერიძემ განაცხადა. მისი თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ საჯარო მოხელემ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას სახელმწიფო შეზღუდვის ფარგლებში შედგენილი ფარული სამუშაოების აქტების ხელმოწერით დადასტურების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 500 ლარი. ბრალდებული უშუალოდ თანხის აღების ფაქტზე დააკავეს. ფულადი თანხა კი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მკაცრად აფრთხილებს საჯარო მოხელეებს თავი შეიკავონ კორუფციული დანაშაულისგან, განაცხადა გუგა თავბერიძემ. ზემოქმედება, რომელსაც ახალი გეოპოლიტიკური გამოწვევა მოახდენს ფასებზე, დამოკიდებულია ამ შოკის საომარი მოქმედებების და მასთან დაკავშირებული სირთულეების ხანგრძლივობაზე. ეროვნული ბანკი ყველა სცენარისთვის მზადაა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს პასუხი ინფლაციურ შოკებზე არის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი. ზემოქმედება, რომელსაც ახალი გეოპოლიტიკური გამოწვევა მოახდენს ფასებზე, დამოკიდებულია ამ შოკის საომარი მოქმედებების და მათთან დაკავშირებული სირთულეების ხანგრძლივობაზე. ეროვნული ბანკი ყველა სცენარისთვის მზადაა. ჩვენ გვაქვს გაკეთებული ჩვენი შიდა გათვლები, რომლიდანაც ჩვენი პოლიტიკის გადაწყვეტილებები მომდინარეობს ნავთობის ფასების დონესთან კორელაციაში. ძირითადი მაჩვენებელი ესაა, რაც მოქმედებს გლობალურ ეკონომიკაზე და არა მხოლოდ საქართველოზე. თუმცა საქართველოზე, რა თქმა უნდა, მოქმედებს, რადგან ნავთობის იმპორტიორი ქვეყანა ვართ. ჩვენი პასუხი ზოგადად ინფლაციურ შოკებზე, ჩვენი ბერკეტი ესაა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, განაცხადა ნათია თურნავა. აზერბაიჯანთან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ასე შეაფასა თბილისის მერმა კახაკალაძე მედიასთან საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ვიზიტი. ისივე თქმით, რეგიონში ქვეყნებს შორის მშვიდობიანი და მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას არ აქვს ალტერნატივა. საქართველოს და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანია. მივესალმები აღნიშნულ ვიზიტს. იმის გათვალისწინებითაც თუ რა მძიმე პროცესები მიმდინარეობს ახლო აღმოსავლეთში, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. აზერბაიჯანთან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ქვეყნის ლიდერების მსგავსი ვიზიტები ხელს უწყობს მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას, განაცხადა კალაძემ. მისივე შეფასებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტისგან განსხვავებით, კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები შუა დერეფნის კუთხით საქართველოს მნიშვნელობაზე მიზანმიმართულად არ საუბრობენ. ვხედავთ, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობების თვალსაზრისით პოზიტიური ნაბიჯები იდგმება და პროცესის მივყვებით. ჩვენი მიზანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ახალ დონეზე იყოს აყვანილი. ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა. ქადაგიშვილის თქმით, საქართველო-ამერიკის ურთიერთობებთან დაკავშირებით მისი პარტიის პოლიტიკური მიზანი უმაღლეს დონეზეა გაცხადებული. ქადაგიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ ახლა ოპოზიციის მიზანია საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობები განვითარების ახალ ეტაპზე არ გადავიდეს, რისთვისაც ისინი დიდი ძალისხმევას სწევენ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, თავდაცვის კოდექსში ცვლილებები მხოლოდ პროცედურულ დაზუსტებებს ისახავს, მიზნად და ცვლილებების ფარგლებში რაიმე არსებითი სიახლე არ შემოდის. როგორც გიორგაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, კანონპროექტში არ წერია, რომ საზღვარგარეთ დროებით წასული წვევამდელი ვალდებული იქნება ჯარში გაწვევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე საქართველოში დაბრუნდეს. მისი თქმით, ამ თვალსაზრისით გათვალისწინებულია გონივრული ვადა იმისთვის, რომ პირმა საქმე დაასრულოს და ამის შემდეგ ვალდებულების მოხდა დაგეგმოს. მინისტრის მოადგილის თქმით, ვინც საზღვარგარეთ სასწავლებლად იქნება წასული, როდესაც ცნობას წარადგენს, რომ საზღვარგარეთ სწავლობს, ეს მიზეზი გადავადებას დაექვემდებარება. თბილისის მერ კახაკალაძის თქმით, საწვავზე ფასის ზრდა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებით არის განპირობებული და ეს პრობლემა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს ეხება. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ყველა ის ადამიანი, რომელიც აკვირდება მოვლენებს, ხედავს, რამდენად მძიმე მდგომარეობაა ახლო აღმოსავლეთში. მგონი აქ კითხვები არ არსებობს და ვიცით, რატომ ხდება ფასების მატება. არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ ზოგადად მსოფლიოში. ევროპის სხვადასხვა ქვეყანასა და ქალაქში საუბრობენ საწვავის დეფიციტსა და პრობლემებზე. რა თქმა უნდა, ეს სერიოზული გამოწვევაა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მსოფლიოსთვის.
გასაცვლელისთვის. ფასები განპირობებულია იმ პროცესებით, რაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობს. განაცხადა კახა კალაძემ. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის განცხადებით ირანის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან 28 თებერვლიდან ქვეყანაში 13,000-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს. ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ ოპერაცია ეპიკური მრისხანების ფარგლებში ირანის კუთვნილი 155-ზე მეტი გემი დაზიანდა ან განადგურდა. ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით იმ სამიზნეებს შორის, რომლებსაც დაარტყეს, არის ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსის შტაბ-ბინა, საჰაერო თავდაცვის სისტემები, ბალისტიკური რაკეტების ობიექტები, ასევე ირანის საზღვაო ფლოტის გემები და წყალქვეშა ნავები. აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტო აცხადებს, რომ ამერიკა ისრაელის თავდასხმების დაწყებიდან ირანში 3500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის უმცირე 1665 მშვიდობიანი მოქალაქე. ირანში ომი ამერიკის გლობალურ ლიდერობას საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროსეტომ განაცხადა. მისი განცხადებით, ირანში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ტრამპის მრჩეველები უფრო გაბედულები უნდა იყვნენ. ეს ომი ასევე ამერიკის შეერთებული შტატების გლობალურ ლიდერობას საფრთხეს უქმნის. ამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ უფროსთან შეპასუხებას ვერავინ ბედავს, განაცხადა კროსეტომ. მისი თქმით, შიშობს, რომ კონფლიქტი შესაძლოა კიდევ უფრო გამწვავდეს. სწორედ ჩვენმა მსგავსმა ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ ჰიროსიმა და ნაგასაკი კონფლიქტის დასრულებისთვის მისაღები საშუალება იყო. სამწუხაროდ ჩვენ კვლავ ვფლობთ ბირთვულ იარაღს, ხოლო ისინი, ვისაც ის არ აქვს მის მოპოვებას, ცდილობენ ვერაფერი ვისწავლეთ, აღნიშნა იტალიის თავდაცვის მინისტრმა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანში მესამე ნავთობქიმიურ კომპლექსს დაარტყეს. ინფორმაციას BBC ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ირანის სამხრეთ-დასავლეთით შირაზში მდებარე ქარხანაზე იერიში ორშაბათს მიიტანეს. ისრაელის არმიის მტკიცებით აღნიშნული ობიექტი აწარმოებდა აზოტის მჟავას, რომელსაც ბალისტიკური რაკეტების წარმოებაში იყენებენ. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანში კიდევ ორ ნავთობქიმიურ კომპლექსს დაარტყეს. მოსკოვი უკიდურესად აღშფოთებულია ირანის საჰაერო ტერორის ფონზე უკრაინის მიერ სპარსეთის ყურის ქვეყნებთან კავშირების სწრაფი გამყარებით. მათ ესმით, რომ უკრაინის უნიკალურმა გამოცდილებამ მკვეთრად შეცვალა მისი როლი რეგიონში. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, რუსები უკრაინის წვლილის დაკნინებას პროპაგანდის გამოყენებით ცდილობენ. ისინი ავრცელებენ ყალბ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს უკრაინელ ექსპერტებზე დარტყმა განხორციელდა, ან უკრაინა თავის ვალდებულებებს არ ასრულებს და ასე შემდეგ. მსგავს სისულელეებს მომდევნო კვირების განმავლობაში ველოდებით, აცხადებს სიბიგა. მისი თქმით, რუსეთის პროპაგანდა მიზანს ვერ მიაღწევს. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.